დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ჩვენ დღეს განსაკუთრებული გადაცემა გვაქვს 31 ივლისია, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე სატელევიზიო სეზონი იწურება. თუმცა ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი პრობლემების მიმართ, ადამიანური პრობლემების მიმართ, ადამიანის მიმართ რჩება უცვლელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სათქმელიც არის განსაკუთრებული, როგორც ყოველთვის და ჩვენ საუბრობთ ადამიანზე, როგორც ყველაზე დიდ ღირებულებაზე. ჩვენ ხაზგასმით ვამბობთ, რომ როგორც აქამდე, მომავალშიც ჩვენი გადაცემა სწორედ ადამიანზე ზრუნვით გააგრძელებს მუშაობას. თუმცა დღეს ჩვენ ვეცდებით მოკლედ გაგახსენოთ, როგორი იყო სატელევიზიო სეზონი, როგორ გავიარეთ ეს გზა და რატომ არის მნიშვნელოვანი ის კონცეფცია, რომელიც თითქოს შუქნიშნის სიმბოლოთი კვებას უკავშირდება, მაგრამ სინამდვილეში წარმოადგენს ჩვენი გადაცემის საფუძველს აზროვნებაში და წარმოადგენს ვიზუალურ კონცეფციასაც განსაკუთრებით მიმდინარე სატელევიზიო სეზონში ახალი სტუდიის პირობებში და ტრადიციულად, როდესაც ყვითელ ზონაში მხედავდით, თქვენ ელოდებოდით ჩემგან სიახლეებს, რომელიც ჩვენი გადაცემის განუყოფელი ნაწილია და როგორც უკვე შენიშნეთ, უკანასკნელი კვირის მანძილზე ჩვენ ცადეთ სხვადასხვა რუბრიკა შეგვეჯამებინა, იმიტომ რომ ერთ დღეს ყველა იმ პროექტის შეჯამება, რომელიც გადაცემას აქვს, პრაქტიკულად შეუძლებელია. შესაბამისად, ახლა აქ ყვითელ ზონაში მე კიდევ ერთ რუბრიკას შევაჯამებთ, რომელიც როგორც წესი მტკიცებითი მედიცინის უახლეს მონაცემებს ეფუძნება ხოლმე. ტატუს მელანი იწვევს ანთებას ლიმფურ კვანძში და ცვლის იმუნურ პასუხს ვაქცინებზე. სწორედ ამ სათაურით გამოქვეყნდა უახლესი, სრულიად განსხვავებული, შეგვიძლია ვთქვათ, უჩვეულო კვლევის შედეგები ჟურნალში Immunology and Inflammation. კვლევის ავტორები კიდევ ერთხელ გვახსენებენ, რომ ტატუ ეს არის ადამიანის სხეულზე ხილულად დატანილი ნახატი. მაგრამ იმასაც გვახსენებენ, რომ ორგანიზმში მიმდინარე პროცესები, რომელიც პასუხად ვითარდება, არის უხილავი. გასათვალისწინებელია ის, რომ ბიოლოგიური ცვლილებები ტატუს პასუხად ნაკლებად შესამჩნევია, ნაკლებად თვალსაჩინოა, თუმცა მათი როლი, როგორც იკვრევა და როგორც ირკვევა, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ჯანმრთელობისთვის. რამდენიმე უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ თანამედროვე ადამიანი საკუთარ სამოს თავად მიირთმევს, ანუ ჩვენი ტანსაცმლის ქსოვილს ვჭამთ. მეცნიერები დაფიქრდნენ, რამდენად მრავალფეროვანია ზომები, პარამეტრები, მახასიათებლები იმ ხელოვნური მასალისა, რომელიც პლასტმასიდან, ანუ პლასტიკური მასალიდან გადაიქცევა ცალკეულ ნაწილებად და ასეთ შემთხვევაში საგანგებოდ გამოყოს ორი კომპონენტი. ეს გახლავთ მიკრობურთები და მიკროძაფები. მიკრობურთები ძალიან ხშირად გამოიყენება კოსმეტიკურ წარმოებაში, ხოლო მიკროძაფები, მაგალითად პოლიესტერის ან ნეილონის სახით აღმოჩნდება ჩვენს სამოში. ანუ ახსნა იმისა, თუ რატომ მივირთმევთ ჩვენსავე სამოს, მე ვფიქრობ, ამ კავშირით ძალიან ადვილად აღსაქმელია. ხაშის პური მივირთვათ თუ მთლიანი მარცვლეულის პური. წლების განმავლობაში ჩვენ საუბრობდით იმის შესახებ, რამდენად სასარგებლოა მთლიანი მარცვლეულისგან მომზადებული პური. პროფესიონალები, სპეციალისტები, სხვადასხვა კვების ინსტიტუტის წარმომადგენლები შეჯერდნენ ასეთ ვერსიაზე. მომზადდეს პროდუქტი 2:1-ში, ანუ როდესაც მთლიანი მარცვლეულისგან ხაშზე მომზადდება პროდუქტი. სპეციალისტები თვლიან, რომ ჰალუცინაცია არის გარკვეულწილად განპირობებული ცხადია მრავალი ფაქტორით, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი მისი ისიც გახლავთ, რომ ხელოვნური ინტელექტი გაწვრთნილია გვიპასუხოს. შეაფასეს რეალობა და მათ იპოვეს პასუხი კითხვაზე, გარდაუვალია თუ არა ჰალუცინაცია ხელოვნური ინტელექტისა. არა, ისინი ასე პასუხობენ, თუ ხელოვნური ინტელექტი ასევე გვიპასუხებს. არა, არ ვიცი. უკიდურესად დამუშავებული, ანუ ულტრაპროცესირებული საკვები ადამიანებში აღძრავს დამოკიდებულებას. უფრო მეტიც, მაგალითად, აზარტული თამაშებით გატაცება ქცევითი დამოკიდებულება. 2018 წელს ჟურნალ Nutrients-ში გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორებიც უკვე აფრთხილებდნენ საზოგადოებას, რომ
დამატებული შაქრებით და ცხიმებით გაჯერებული საკვები ძალიან მაღალ ადიქციურ პოტენციალს გულისხმობს ამ ტიპის პროდუქტების მწარმოებლები, რომლებიც ხელოვნურად გეგმავენ ზოგიერთ შემთხვევაში საკვების შემადგენლობას იმისთვის, რომ სწორედაც დამოკიდებულება აღიძრას ფართო საზოგადოებაში. ქრონიკული ანთების შემცირება მხედველობის დაკარგვისგან გვიცავს. სწორედ ამ დასკვნამდე მივიდნენ მინესოტას უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერები, რომელთაც საკუთარი კვლევების საფუძველზე დაადგინეს, ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე ანთების შემცირება ამცირებს ისეთი დაავადების დიაგნოზის რისკს, როგორიც გახლავთ მაკულას დეგენერაცია. თვილი ბავშვის ნაწლავები და დედის რძე ერთმანეთთან დაკავშირებულია ბაქტერიებით. ეს გახლავთ ახლახან გამოქვეყნებული ახალი სტატიის სათაური ჟურნალში Nature Communications, სწორედ ამ სათაურით გამოქვეყნდა ახალი კვლევის შესახებ ინფორმაცია და ერთი შეხედვით ეს არის მორიგი ახალი კვლევის სათაური, თუმცა რეალურად მეცნიერებისთვის ეს გახლავთ ახალი ეპოქის, ახალი ერის დასაწყისი. მე შემთხვევით არ დავიწყე დღევანდელი ჩვენი შემაჯამებელი გადაცემა სიახლის ბლოკით და სიახლის რუბრიკით, რომელმაც ერთგვარად გაგვახსენა მთელი წლის განმავლობაში რამდენად მრავალფეროვანი იყო ის აღმოჩენები, რომელსაც გიზიარებდით. თუმცა ახლა მე მინდა გაგიზიაროთ უკვე მწვანე ზონაში გადმონაცვლებულმა, გაგიზიაროთ ჩემი პირადი აღმოჩენა, რომელიც სამ სატელევიზიო სეზონს უკავშირდება, ეს გახლავთ 11 წლის ნიტა სვანაძე. ნიტა, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. ძალიან მიხარია თქვენი სტუმრობა. მოდი ასე გეტყვი, შენი სტუმრობა ჩვენს გადაცემაში, მით უფრო რომ ვიცი ჩვენი გადაცემის ძალიან ერთგული მაყურებელი ხარ. დიახ. პირველ რიგში დიდი მადლობა ამ გადაცემაში მოწვევისთვის და ჩემთვის დიდი პატივია თქვენი ნახვა პირადად. და უბრალოდ ვერ აღვწერ ისეთ ემოციებში ვარ და ოდიში ცოტა ახელვებული ვარ და მომიტევეთ. მე უნდა გითხრა, რომ მეც ძალიან აღელვებული ვარ და დარწმუნებული ვარ ჩვენს გულწრფელობაში მაყურებელი ეჭვს არ შეიტანს, იმიტომ რომ ჩვენი შეხვედრა უშუალოდ აი გადაცემის წინ მოხდა და მიუხედავად იმისა, რომ ნიტა ჩვენ გავიცანით სიუჟეტით და იმ ისტორიით, რომელიც მაყურებელმა ნახა, მიუხედავად იმისა, რა დიაგნოზით გაგვეცნო ნიტა ჩვენ, ნიტა არის ის შთაბეჭდილება და ის აღმოჩენა, რომელიც მე ვფიქრობ მთელმა საზოგადოებამ უნდა გაიცნოს და თქვენთვისაც დიდი აღმოჩენა იქნება. ნიტა, ყველა ალბათ ელოდება, რომ ჩვენ ვისაუბრებთ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მაგალითად, შეგეკითხები, რა ხდება სკოლაში, როგორია შენი გატაცებები. მე ეს უკვე მოვახერხე, მოვასწარი და გადაცემის დაწყებამდე გკითხე. თუმცა იმის გათვალისწინებით, როგორი შთაბეჭდილება მაქვს მე შენთან მიმართებაში, მე მინდა გკითხო ცოტა განსხვავებულ თემებზე. შენი აზრით, რა მოგწონს ყველაზე მეტად ადამიანებში? უცხო ადამიანებში. ყველაზე მეტად გულწრფელობას ვაფასებ. როგორ გრძნობ, რომ ადამიანი გულწრფელია? როგორ ხვდები? მე მგონია, რომ ეს მისი შინაგანი პიროვნებიდან, გულიდან და თვალებიდან ჩანს. ასე ვთქვათ, ადამიანის შინაგანი პიროვნება კარგად უნდა იცოდე, რომ მიხვდე, რომ ის გულწრფელია და სიმართლე გითხრათ, მე ცხოვრებაში საკმაოდ კარგი გამოცდილება მაქვს ჩემი ასაკისთვის. თუმცა ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი და ვთვლი, რომ ჩემთვის არც ისე მარტივია ამის ასე ვთქვათ გარჩევა? დიახ. გამოცდილება ახსენე, რას უკავშირდება შენი ეს გამოცდილება? რატომ ფიქრობ, რომ გამოცდილება დაგიგროვდა ასაკის მიუხედავად? მოგეხსენებათ, მე მაქვს ჩემი დიაგნოზი ცერებრალური დამბლა, სპასტიური დიპლეგია და საკმაოდ ბევრი გამოცდილება დამიგროვდა. მე ვისწავლე, როგორ ვიცხოვრო ამ დაავადებასთან ერთად. უამრავი გზა გავიარე და ასე მოვედი აქამდე, გავიარე ის წლებიც, როდესაც
განცდა გიჩნდება, რომ განსხვავებული ხარ და ცოტათი გეშინია ამის. მე საკმაოდ უამრავი გზის გავლა დამჭირდა ამისთვის და სიმართლე გითხრათ, მოვედი იქამდე, სადაც დღეს ვარ და მივხვდი. საზოგადოება რომ მიგიღოს ისეთი როგორც ხარ, პირველ რიგში შენ უნდა მიიღო ისეთი შენი თავი როგორც ხარ და როგორც არის და შემდეგ მიგიღებს სხვა. ასევე მივხვდი იმას, რომ განსხვავებულობის არ უნდა გეშინოდეს და იმ შენი განსხვავებულობით სხვას ისეთ მიგიღებს როგორც ხარ და ასე ვთქვათ, ეს განსხვავებულობა ყველაში განსაკუთრებულია. როდესაც ახლა შენ ამ ფრაზეს ამბობ, პრინციპში შენ ამბობ მთავარს, რისთვისაც საერთოდ არის ჩვენი გადაცემის რამდენიმე პროექტი და რის გამოც მე ვთვლი, რომ შენ ხარ მიმდინარე წლის ჩემი ყველაზე დიდი აღმოჩენა. და აბსოლუტურად გეთანხმები, ადამიანები ერთმანეთში ყველაზე მნიშვნელოვანს აღმოვაჩენთ, ყველაზე მთავარს აღმოვაჩენთ საკუთარ თავსა და ერთმანეთში. შენ თქვი, რომ შესაშინებელი შეიძლება იყოს განსხვავებულობა და თავად ადამიანსაც აშინებს და იმ სირთულების გათვალისწინებით, რაც მას ელოდება, მაგრამ საზოგადოება გვაგრძნობინებს ამას, რომ განსხვავებულები ვართ. საზოგადოება გვაშინებს იმით, რომ განსხვავებულებს სხვაგვარად ექცევა. სიმართლე გითხრათ, მე ზოგადად ვთვლი, რომ საზოგადოებამ როგორც მე დავშად არ მქონია ისეთი მომენტები ხშირად, როდესაც გრძნობდი, რომ საზოგადოება არ მიღებდა ისეთ, როგორიც ვიყავი უფროსებისგან. მაგრამ თავიდან, როდესაც სკოლაში შევედი, როცა დავინახე გარკვეულ მომენტში, როგორ დარბიან სხვები, ან როგორ თამაშობენ, მოდი ერთ დვირბინოთ, მე ხშირად ჩავფიქრებულ ვარ იმაზე, თუ რატომ არ უნდა შემეძლოს მე, რატომ ვერ უნდა შევძლო მე, რატომ მე უნდა ვიყო განსხვავებული და მგონია, რომ ჩემი უბრალოდ მეგონა, რომ ჩემი მეგობრებისთვის ცოტათი უცნაურიც ვიყავი და მეგონა, რომ არ მივიღებდნენ ისეთ, როგორიც ვიყავი. ძალიან მეშინოდა ამის, თუმცა ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ არა მარტო სკოლამ, მთლიანმა საზოგადოებამ, ვის გარშემოც დღეს ვარ და ვისაც ვიცნობ, ყველამ მიმიღო ისეთი, როგორიც ვარ. ამან სტიმულიც მომცა უკეთესობისკენ და დამანახა ის, რომ ყოველდღე უნდა შევეცადოთ ვიყოთ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია, მაგრამ არ ვართ ვალდებულები ვიყოთ იდეალურები და უბრალოდ უნდა შევეცადოთ, რომ ვიღწოდეთ უკეთესობისკენ და აუცილებლად მივაღწევთ საკუთარ მიზანს, თუ ის გულწრფელად გვინდა. ჩვენ ვიყოთ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია ყოველდღე. ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელია ყველას გასაგონად მიუხედავად ადამიანებს აქვთ თუ არა გარკვეული დიაგნოზი და აქვთ თუ არა საერთოდ განსხვავებულობის განცდა და მით უფრო განსხვავებულობის შიში. ასეთ დროს აი ამ ამოცანისათვის, იმისთვის რომ ყოველდღიურად ჩვენ შევძლოთ საკუთარი თავის სრულყოფა და უკეთესი ვერსიისკენ ლტოლვა. ერთმანეთის მხარდაჭერა გვჭირდება, ერთმანეთის თანადგომა გვჭირდება. ადამიანებს შეუძლიათ შეცვალონ ერთმანეთის ცხოვრება უკეთესობისკენ. დიახ, მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ რთულ პერიოდში, მდგომარეობაში ადამიანისთვის და ის ძალიან დიდ როლს თამაშობს ამ ადამიანის ცხოვრებაში. როდესაც ის ხვდება, რომ უკვე ყველას გათვითცნობიერებული აქვს მისი მდგომარეობა, ეხმარებიან, მხარს უჭერენ ფსიქოლოგიურად, ასე ვთქვათ, მისთვის სამყარო აღარ არის ისეთი სასტიკი, როგორც თავიდან ჩანს და როდესაც გრძნობს ამ მხარდაჭერას, უფრო მეტად შვიდად არის და რაღაცნაირად თითქმის ენით აღუწერელი გრძნობა შემიძლია გითხრათ, მაგრამ ძალიან დიდ როლს თამაშობს და ამისთვის დიდი მადლობა მინდა უთხრა ჩემს ოჯახს,
ჩემს დედას, ჩემს მამას და ჩემს მას და საერთოდ ჩემს გარშემო მყოფეს. ყველას დიდი მადლობა მინდა ვუთხრა და ვისარგებლებ ამ თქვენი ეთერით. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და ვიტყოდი თქვენ რომ არა მე დღეს აქამდე არ ვიქნებოდი მოსული და ამას ვერ შევძლებდი. მე ვერ ვიტყვი რომ სუსტი ვარ და არ ვარ ძლიერი, თუმცა მხარდაჭერა არის ის, რამაც მე მომცა ძალა, რომ მე არ უნდა დავნებდე და მე უნდა ვიბრძოლო. როდესაც მე პირველად მოვისმინე შენი ფრაზები, მქონდა განცდა, რომ კიდევ უფრო მეტი მაინტერესებს შენი ფიქრები როგორია, შენი დამოკიდებულება როგორია. არა იმიტომ, რომ მე მოვისმინო ეს, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოება მოისმინოს. და როდესაც ახლა ჩვენ საუბრობთ, მე მინდა დაგისვა ასეთი კითხვა. დიახ, რასაკვირველია. როდესაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიძლება მე გკითხო, ბევრ თემაზე ვისაუბროთ, მაგრამ მე მინდა მაყურებელი დავარწმუნო, ამის შესაძლებლობა ჩვენ გვექნება. თუმცა დღეს ახლა აი ამ პირველი სტუმრობისას მინდა გკითხო. ახლა ამ წუთას 11 წლის ნიტა სვანაძეს როგორ წარმოუდგენია საკუთარი თავი და საკუთარი შესაძლებლობები, რა უნდა ყველაზე მეტად ახლა? მე ამ კითხვას გავაძლევი და კიდევ ბევრჯერ დაგისვა. პირობას გაძლევ, მაგრამ მოდი შევინახოთ ეს შენი პასუხი, როგორც ისტორიის ნაწილი და აი ახლა რა უნდა ნიტა სვანაძეს საკუთარ თავთან ურთიერთობაში, საზოგადოებასთან ურთიერთობაში, როგორ წარმოუდგენია თავისი ცხოვრების შემდეგი საფეხურები. მე შევამოწმოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. საკმაოდ სასიამოვნო და ცოტათი დასაფიქრებელი შეკითხვაც კია. სიმართლე გითხრათ, ამაზე მიფიქრია, მაგრამ ასე სიღრმისეულად არა. ალბათ წარმომიდგენია ისეთ ასე ვთქვათ, მდგომარეობაში, სადაც ალბათ მე უკვე გათვითცნობიერებული მექნება, რომ მე აუცილებლად ვარ სრულფასოვანი, ჩემი მდგომარეობა კიდევ უფრო მივხვდები, რომ ჩემთვის არ არის განაჩენი და ყველას მიმართავ, რომ არც ერთი დიაგნოზი და არც ერთი მდგომარეობა არ არის განაჩენი, ანუ არ არის დასასრული, რომ მე აღარაფერი მეშველება. თქვენ უბრალოდ უნდა იმუშაოთ, იბრძოლოთ და პირველ რიგში ფსიქოლოგიურად, როგორც ახლა მე ვახსენი, ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, მაგრამ აუცილებლად საკუთარი თავის ეს უნდა გქონდეს, რომ მე ამას შევძლებ. ალბათ მე წარმომიდგენია უკვე როდესაც უფრო მეტი მეცოდინება და სიმართლე გითხრათ, მე ესე ვთვლი, რომ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მონდომებითა და ასე ვთქვათ 8 წლით მე შევძლებ, რომ 100%-იანი შედეგი დავდო, როგორც დღეს ჩვეულებრივ ადამიანები, ასე ვთქვათ, რაც აქვთ. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ უბრალოდ ეს ჩემი სურვილია. მე ამისთვის უამრავ გზას გავდივარ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მე მივიღებ კიდევ უფრო მეტ ცოდნას საკუთარი მდგომარეობის შესახებ და რაც დამეხმარება, რომ აუცილებლად მივაღწიო ჩემს მიზანს. ჩემი უმთავრესი მიზანი ცხოვრებაში სწორედ ეს არის და შემდეგ ყველაფერი სხვა. შენ გამოიყენე სიტყვა მე იმედი მაქვს, ჩვენ დარწმუნებულები ვართ. ყველამ ვინც უკვე გაგიცანით, დარწმუნებულები ვართ და პირველ რიგში მე. მე უპირობოდ მჯერა შენი და როდესაც ჩვენ ამ თემას დაუბრუნდებით, ამ კითხვას დაუბრუნდებით სხვადასხვა ეტაპზე შენი ცხოვრებისა, აღმოვაჩენთ, რომ
თურმე ასე ყოფილა ნამდვილად და ყველაფერი, რაც ჩვენთან ერთად გაგრძელდება, მე იმედი მაქვს საზოგადოებისთვისაც ადვილად თვალმისაწვდომი გახდება, თუმცა ამის შესახებ ნელ-ნელა თანმიმდევრულად მივაწვდით ხოლმე ინფორმაციას ჩვენ საზოგადოებას. მანამდე მე ჯერ არ გემშვიდობები. ჩვენ შენს თანატოლებთან ერთად გავაგრძელებთ ახლა რამდენიმე წუთში, მაგრამ უბრალოდ რამდენიმე წამში და გავარკვევთ, როგორ არის კვებასთან დაკავშირებული საკითხები მოწესრიგებული, როდესაც ასევე დიდი ამოცანებია, მაგალითად, პროფესიულ კარიერაში გადასაჭრელი. შენ წინააღმდეგი ხომ არ ხარ ერთად რომ გავაგრძელოთ? არა, რა თქმა. მაშინ გავაგრძელებთ ერთად რამდენიმე წამში. ნიტამ და მე გადავწყვიტეთ კიდევ ერთი რუბრიკა შევაჯამოთ ერთად და ამჯერად რასაკვირველია ყველა გადაცემის განუყოფელი ნაწილი კვებით შუქნიშანი ავირჩიეთ. თუნდაც იმიტომ რომ წელს ისე მოხდა რომ კვებით შუქნიშანს არა მხოლოდ ჩემი ბლოგი ეძღვნება, სადაც კვებით რეკომენდაციებზე ვსაუბრობთ ხოლმე, არამედ მთელი რუბრიკა ისტორიებისა, ადამიანური ისტორიების, სადაც სიუჟეტის გმირები ამჟღავნებენ ცოდნას კვებით შუქნიშანთან დაკავშირებით. ანუ რა იციან კვების შესახებ, როგორ აღიქვამენ სამფერ რეკომენდაციებს, უბრალოდ სამფერში დაშიფრულ მრავალფეროვან ცოდნას კვების შესახებ და რაც თავარია, როგორ იყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. რასაკვირველია, ძალიან დიდია გალერეა უკვე იმ ადამიანებისა, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ პროექტში, თუმცა დღევანდელ ჩვენს გადაცემაში ნიტა ჩვენ ფეხბურთელები მოვიწვიეთ, რომლებიც იყვნენ ჩვენი სიუჟეტის გმირები და დილა მშვიდობისა ბატონებო. მიხარია რომ ჩვენთან ერთად ხართ, მით უმეტეს რომ როდესაც თქვენ სიუჟეტის გმირები იყავით, ძალიან კარგად გაართვით თავი სამფერ შუქნიშანს და ძალიან კარგად გადაანაწილეთ საკვები პროდუქტები თქვენი ინტერესების შესაბამისად, რა კი ფეხბურთი გარკვეულ ამოცანებს თქვენთვის წარმოადგენს და თქვენ გჭირდებათ სწორად კვება იმისთვის, რომ იყოთ ჯანმრთელები და იყოთ რაც მთავარია, კარგად მომზადებულები ფიზიკური აქტივობისთვის. მე მაყურებელს აუცილებლად ვეტყვი, რომ დღევანდელი ჩვენი რუბრიკის შემაჯამებელი რუბრიკის სტუმრები არიან ნიკოლოზ შანიძე, დაჩი გუმბერიძე და ნიკოლოზ გაბრიჭიძე. თუმცა ცალ-ცალკე მინდა მივესალმო ნიკოლოზ შანიძეს მიმართავ. რა დაიმახსოვრე და რა ისწავლე ყველაზე მეტად ბატონო ნიკოლოზ ჩვენი რუბრიკიდან? ჯანმრთელობის გვჭირდება ჯანსაღი კვება. ჯანსაღი კვება ნიშნავს 5 ფერის 5 ჯგუფი: ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული, ცილა, რძის ნარწამი. მხოლოდ ვარჯიში არ არის კარგი. ამავდროულად უნდა გეძინოს კარგად და მიიღოს წყალი საკმარისი რაოდენობის. ვარჯიშის წინ უნდა ვიყოთ დასვენებულები და გამოძინებულები. ვარჯიშის შემდეგ არ უნდა ვჭამოთ ბევრი შაქარი და ცხიმი. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს პროექტში მონაწილეობისთვის, დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობისთვის. დაგემშვიდობებით და წარმატებებს გისურვებთ. ჩვენ მერე გულშემატკივრებთ ხო სტადიონზე, როდესაც იქნებიან ჩვენი სპორტსმენები, ჩვენ გულშემატკივართა რიცხვში ვიქნებით, არა ნიტა? იმისთვის რომ აღმოჩნდეთ მოწმენი მათი ძალიან დიდი წარმატებისა და რომ შევაჯამოთ შენი სტუმრობაც. რამდენად მნიშვნელოვანი იყო შენი აზრით საზოგადოებისთვის დღევანდელი შენი სტუმრობა? ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ სტუდიაში მოწვევა და ზოგადად ეს დღე, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო არა მარტო ამ სტუდიაში მობრძანება და თქვენთან ამ თემაზე საუბარი, არამედ ის, რომ მე უამრავი ადამიანისთვის, რომლებსაც გარჩნიათ ეს პრობლემა, მაგალითი ვიქნები და სულ ცოტათი მაინც დავეხმარები მათ ამ დიდ და თავგადასავლებით სავსე გზაზე. შემიძლია ასე ვთქვა. მე გეთანხმები აბსოლუტურად, მით უფრო რომ ივლისი ცერებრული დამბლის ცნობადობის მსოფლიო თვეა და ჩვენ დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს რა განსაკუთრებული რესურსია ადამიანში, თუ საზოგადოება საკმარისად მწიფე იქნება იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დაინახოს და ადამიანებს მისცეს რეალიზაციის შესაძლებლობა. წარმატებებს გისურვებთ ნიტა, ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს, მაყურებელს შევახსენებ დღევანდელი ჩვენი
აი ამ ბლოკის სტუმრები ბრძანდებოდნენ ფეხბურთელები ნიკოლოს შანიძე, დაჩი გუმბერიძე, ნიკოლოს გაბრიჭიძე და რა თქმა უნდა ნიტა სვანაძე. ჩვენ არ გემშვიდობებით აუცილებლად გავაგრძელებთ გადაცემას ძალიან საინტერესო სხვა შემაჯამებელი ნაწილებით. წარმოუდგენელია ჩვენი სატელევიზიო სეზონის შეჯამება ჩვენი გუნდის იმ წევრის გარეშე, რომელიც ახლა ჩვენთან სტუდიაში არის, ჩვენთან ერთად რასაკვირველია, თერაპევტი, ოჯახის ექიმი ხათუნა ნუცუბიძე. ხათუნა, დილამშვიდობისა. ძალიან დიდი ხანია, 10 წელზე მეტია ერთად მუშაობთ ამ გადაცემაში და ძალიან განსხვავებული იყო ეს ეტაპები, რომელიც ერთად გავიარეთ. განსხვავებული გამოცდილება შევიძინეთ სხვადასხვა ეტაპზე და მნიშვნელოვანია შენი ჩართულობა როგორც ექიმისა, ხილულად და უხილავ ნაწილში გადაცემის ყოველდღიურობას გულისხმობ მე. დავიწყოთ ხილული ნაწილით და ეს არის უპირველეს ყოვლისა შენი როგორც თერაპევტის და ოჯახის ექიმის აუცილებელი რეკომენდაციები, რომელიც ნებისმიერ აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით ის რაც ოჯახის ჯანმრთელობას ეხება, საოჯახო მედიცინას ეხება, ყოველთვის ჩართული ხარ შენ ამ მიმართულებით ჩვენს გადაცემაში და ზაფხულში, როდესაც მაღალი ტემპერატურის პირობებში და განწყობა ადამიანებს ხშირად აქვთ ისეთი რომ ზაფხული დადგა და შეიძლება შესვენება გამოვაცხადოთ მკურნალობაშიც და ასე შემდეგ. ყოველთვის გასათვალისწინებელია შენი როგორც ოჯახის ექიმის რეკომენდაციები. იმ ადამიანებისთვის, ვინც დიდი ხანია ჩვენი გადაცემის მაყურებელია და ბევრი ქრონიკული პრობლემა შეიძლება ჰქონდეს. რა არის მთავარი რეკომენდაცია, რომელიც თერაპევტს და ოჯახის ექიმს აქვს? ზაფხული ცხელი სეზონია, ძალიან საინტერესო პერიოდია, ბევრი ლამაზი დღეებით, ბევრი მზიანი დღეებით, თუმცა ამ მზიან დღეებს ხშირად ჩრდილიც ახლავს თან. ამ ჩვენმა ამდენმა წლიანმა ურთიერთობამ და გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულად რთულია გერიატრიული პაციენტებისთვის. პაციენტებისთვის, რომლებიც ქრონიკული დაავადებით მოავადენი არიან და რომლებიც მუდმივად მღებულობენ მედიკამენტებს და გასაკვირად, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს ზაფხულის პერიოდში, თვითნებურად იღებენ ტაიმაუტს ამ მკურნალობის პროცესში. ყველაზე მნიშვნელოვანი აი ამ დღის ციკლში და აი ამ ზაფხულის ციკლში მნიშვნელოვანი არის, რომ სეზონური თავისებურება არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ მედიკამენტოზური მკურნალობა ჩვენ თვითონ თავად შევწყვიტოთ. ან ჩვენ თვითონ ამოვირჩიოთ ის მედიკამენტები, რომლებიც გვინდა რომ დავტოვოთ და რომლებიც თვითნებურად მოვხსნათ. ამისთვის ოჯახის ექიმთან რეკომენდაცია, ოჯახის ექიმთან შეთანხმებით ყოველდღიური რეკომენდაცია არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის დღის და მზის ციკლის გათვალისწინება დღიური მკურნალობის რეჟიმში. შესაბამისად, ზაფხულის პერიოდში, როდესაც ძალიან მაღალი ტემპერატურაა, როდესაც ძალიან მაღალია ტენიანობა, განსაკუთრებულად საყურადღებო არის არტერიული ჰიპერტენზიით მქონე პაციენტების მედიკამენტოზური მართვა. როგორც წესი, ყოველდღიური გამოცდილებით და ხანგრძლივი გამოცდილების შესაბამისად, მედიკამენტების დოზის განახევრების საშუალება გვაქვს. მაგრამ დოზის ცვალებადობის უფრო მარტივად რო ვთქვათ, მაგრამ არა თვითნებურად პაციენტის მხრიდან და არა თვითნებურად მოხსნის საშუალება. ამას ექიმი წყვეტს თვითონ, როგორ, რა დოზით და რანაირად უნდა მართოს მკურნალობა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია წყლის რეჟიმის და მიღებული სითხის რეჟიმის კონტროლი. ამ ცხელ პერიოდში, როდესაც ესეთი არაბალანსირებული ტემპერატურული ცვალებადობა არის დღის განმავლობაში ძალიან მაღალი ტემპერატურა, საღამოსკენ უფრო იკლებს ტემპერატურა, დანაკარგი წყლის განსაკუთრებულად ბევრია, განსაკუთრებულად დიდია აორთქლების ხარჯზე, ვერ ვღებულობთ იმ რაოდენობის სითხეს, რაც ჩვენთვის საჭიროა. ამას ასაკოვან პაციენტებში, გერიატრიულ პაციენტებს განსაკუთრებით უჭირთ წყლის მიღება. ჩვენს მშობლების თაობას კულტურა წყლის მიღების ჩვენ არ მოგვსდევს ეს ეხლა ახალმა თაობამ უფრო იცის როგორ უნდა მიიღოს და რანაირად უფრო მეტია ცნობადობა ამ საკითხთან დაკავშირებით. ასაკოვან პაციენტებთან და ასაკოვან კონტინგენტთან ეს ჩვევები ნაკლებად არის განვითარებული. ამიტომ ჩვენი შვილების თაობის ვალია, ესე ვთქვათ, რომ განსაკუთრებულად აქცენტი გაუკეთოთ მშობლებს სითხის ბალანსირებულ მიღებაზე. მივანიშნოთ, გავახსენოთ, მივაწოდოთ, შევთავაზოთ ის რაოდენობა სითხე, რაც დღის განმავლობაში მათთვის საჭიროა. აი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი, რაც მინდოდა მეთქვა, რომ ზაფხულის პერიოდში
მზის ინსოლაციის ბალანსირებული მიღება დღის განმავლობაში. ხანდაზმულები მხოლოდ 10-15 წუთი მათთვის იქნება იდეალური დასხივების ის idеალური რაოდენობა, რაც მათთვის მისაღები იქნება ასაკთან დაკავშირებით. დილით 10 საათამდე მაგალითად ზოგიერთ დღეებში 11 საათამდე გააჩნია როგორი ამინდია ნამდვილად ესეთი. თუმცა, როდესაც მე წარდგენისას თქვი ხილული და უხილავი ნაწილი, ჩვენს გადაცემას აქვს ძალიან დიდი სამუშაო, რომელიც კადრს მიღმარჩება და ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ურთიერთობა და ინტერაქცია მაყურებელთან, რომელიც ეკრანით არ შემოიფარგლება და ძალიან ბევრმა მაყურებელმა შეიძლება არც კი იცის, რა ხდება კადრს მიღმა. აი ამ თემას გავაგრძელებთ ჩვენ სულ რამდენიმე წამში. ჩვენი გადაცემის უხილავ მხარეზე უნდა გესაუბროთ და რა კი დღეს ვაჯამებთ სატელევიზიო სეზონს, ჩვენ უნდა შევაჯამოთ ის უხილავი ნაწილიც, რომელსაც ყავს თავისი გმირები და პერსონაჟები და დღეს ქალბატონ ხათუნასთან ერთად კიდევ ერთი სტუმარი ყავს. თუ შეიძლება ამას სტუმრობა დაერქვას, ჩვენი გუნდის კიდევ ერთი წევრი, რეალურად მიმდინარე სატელევიზიო სეზონზე ახალი წევრი გიორგი ქობულია შემოგვიერთდა და ძალიან მიხარია რომ ის მთელი წლის მანძილზე ჩვენთან ერთად იყო, ჩვენი გუნდის წევრი გახდა და დღეს არის გადაცემაში. გიო, საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ეს წელი, სატელევიზიო სეზონი და მე ვფიქრობ მაყურებელმა დაინახა განსხვავებული წახნაგები ჩვენი გადაცემისა, რომელიც სოციალურ მედიაში გააქტიურდა და სოციალურ ქსელში აღმოჩნდა საყურადღებო. მოდი მოგვიყევი ამის შესახებ ცოტა. პირველ რიგში მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ძალიან მიხარია რომ ამ გუნდს შემოვერთდი. ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა და ვფიქრობ რომ შევძელი და ჩავერთი ამ ნაწილში რაც ნამდვილად ძალიან გვიხარია ჩვენც. ჩემთვის ძალიან დიდი мотиваცია არის ასევე ამ პროექტზე მუშაობა, რადგან განსხვავებული რაკურსით, ჩემი პროფესიული ზრდისთვისაც და ასევე ძალიან დიდი მადლობა პირადად თქვენ ამ შესაძლებლობისთვის. რაც შეეხება ახალი სეზონიდან უკვე ახალი ფორმატით დავიწყეთ გადაცემა, ახალი ელემენტებით, რაც ანალოგიურად აისახა სოციალურ მედიაშიც. რაც შეეხება უშუალოდ მაყურებელს, მაყურებელი თავად იყო ჩართული ამ პროცესებში, რასაც მოწმობს ჩვენი სხვადასხვა პროექტები, რაც ამ სეზონის განმავლობაში გავაკეთეთ. პირველი მინდა გამოვყო და ხაზი გაუსვა #1 წუთი პირად ექიმთან, თქვენი მოკლე ვიდეო რეკომენდაციები, პრაქტიკული რჩევები მაყურებელთან, სადაც თავად გამოიხატებოდა მაყურებელთა ჩართულობა, ნახვებში, კომენტარებში, გაზიარებებში, რეაქციებსა და ასე შემდეგ. მეორე, ასევე რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანია, მინდა გამოვყო, ეს არის გამოხმაურება და გამოკითხვები, სადაც ვამზადებდით ფოტობანერებს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით და ამაზე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი ერთ-ერთი მიზანი იყო ხელოვნური ინტელექტის და IA-ის სწორი ინტეგრირება სოციალურ მედიაში. და ვფიქრობ, რომ ესეც გამოგვივიდა, საკმაოდ ლამაზი ბანერები შეიქმნა, სადაც შემდეგ უკვე პროფესიონალი ექიმები თქვენ ესცემდით უკვე პასუხს და აჯამებდით და ანალიზს უკეთებდით ამ ყველაფერს, რაც ჩვენი მაყურებლისთვის საკმაოდ და ძალზედ მნიშვნელოვანია. ასევე აუდიო ვიდეო შეკითხვებს მინდა გავუსვა ხაზი, საიდანაც ხდებოდა მაყურებელთა ხმა ისმოდა ეთერში. და უკვე განსხვავებულ ფორმატში რეალურად, ხო? ისინი პირად შეტყობინებებში ქალბატონ ხათუნა და მეთანხმება გვიგზავნიდნენ სხვადასხვა ვიდეო და აუდიო შეკითხვებს, რის შედეგადაც უკვე მათი შეკითხვები ხდებოდა გადაცემაში და შემდეგ უკვე პროფესიონალების მიერ ხდებოდა სწორი ანალიზი მათი კითხვის. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს და რამდენიმე დღის წინ რაზეც იყო გადაცემა, ეს არის ექთნების კამპანია, ექთნის ცხოვრება. ძალიან ვამაყობთ ამითი. ძალიან ნამდვილად. საერთაშორისო კამპანია, სადაც ჩვენ ჩავერთეთ და მოიცვა თითქმის მთელი საქართველო ამ კამპანიამ და ჩვენ დავინახეთ თუ რაოდენ დიდი შრომა და ძალისხმევა დგას ამ პროფესიის უკან. საბოლოოდ რომ შევაჯამოთ 40 მილიონი ნახვა გვაქვს სოციალურ მედიაში და პირველი არხის ციფრულ პლატფორმებზე, რაც საკმაოდ კარგი შედეგია და მიგვანიშნებს იმაზე, რომ სწორი გზით მივდივართ და ვფიქრობ, რომ უფრო მეტ შევთავაზებთ სამომავლოდ კიდევ მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა გიო იმისთვის, რომ შენ ხარ ჩვენი გუნდის წევრი. მადლობა იმ სამუშაოსთვის, რაც უკვე
შეასრულე და იმ ხარდაჭერისთვის, რომელიც გვაქვს ექიმებს შენი სახით და შენი საქმიანობის სახით, მე უნდა ვისარგებლო შემთხვევით და გავამხილო, რომ წელს ჩვენი სატელევიზიო სეზონი ბევრი ფაქტორით განახლდა ახალ სტუდიაში ახლებურად განვითარებულ მოვლენებს თან ერთო და კადრს მიღმა სიახლეებით და უპირველეს ყოვლისა ყველაზე დიდი სიახლე და სიმდიდრე რაც არის ჩვენი გადაცემის ეს არის ადამიანური რესურსი და მე გიორგი ქობულიასთან ერთად აუცილებლად მინდა მაყურებელმა გაიცნოს ჩვენი პროდიუსერი თამარ გელიაშვილი, გაიცნოს ჩვენი რეჟისორი ლუკა ფანქველაშვილი, ჩვენი ჟურნალისტი შორენა ლაბაძე და არ დაავიწყდეს ჩვენი გუნდის ძველი წევრები ანუკა გაბუნია, ქრისტი შანავა, რა თქმა უნდა, ხათან ცუბიძე, ქსენიას მივესალმები, ქსენია მოსიკაშვილი, რასაკვირველია, რომელსაც თქვენ ხედავთ. ყველას ძალიან დიდი მადლობა და რა თქმა უნდა, ყველა იმ ბატონს, ვინც ახლა სტუდიაში კამერის უკან არის სამუშაო პროცესში და თქვენ მას ვერ ხედავთ. გარწმუნებთ, ყველა მათგანი ძალიან დიდ მადლობას იმსახურებს. როდესაც ჩვენ საუბრობდით, რა ხდება კადრს მიღმა, რამდენად შეიცვალა ჩვენი მაყურებელი და რამდენად დიდია ინტერესი გადაცემის მიმართ. ხომ არ დავკარგეთ აქტუალობა ხათო? რას ამბობ, მარი, ჩვენ სულ არასოდეს არ გვაკლდა პაციენტის მაყურებლის სიყვარული და ყურადღება ნამდვილად. ოღონდ აი სანამ დაიწყებდა გიო საუბარს, მინდოდა ჩავთვლიყავი და ეხლა ვიტყვი, რომ აი პირადად მინდოდა მადლობა გადამეხა და აბსოლუტურად გულწრფელად, იმიტომ რომ გიოს უდიდესი შრომა, აისახა აი ამ ჩვენი მაყურებლის ჩვენ დამოკიდებულებაზე, იმიტომ რომ ცნობადობა არ გვაკლდა კიდევ ერთხელ გამეორდები. ოღონდ ახალი სამარჯვები გაგვიჩნდა. სრულიად ხო ისეთი დამოკიდებულება არის, იმდენად დიდია ჩართულობა, მობილიზება, აი რაღაცნაირად ყველანაირად ჩვენს გვერდზე, ჩვენს მხარდამხარ მოდიან ჩვენი მაყურებელი და რა ვიცი, გიო, დიდი მადლობა საყვარელო შენ აი ამ არაჩვეულებრივი საქმიანობისთვის და თან ამ ხელა შრომისთვის და ესეთი თავდადებისთვის. მადლობა თავად შენ იმისთვის, რომ ამდენი წელი ხარ ჩვენს გვერდით, იმისთვის რომ არასოდეს მაყურებელს არ დაკლებია სამედიცინო მხარდაჭერა და რჩევები, სანდორჩევები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ყოველთვის გქონდა შესაძლებლობა მოგვესმინა და პირდაპირ გაგვეგონა მაყურებლის ხმა და ამაში შენი წვლილი არის უზარმაზარი და მადლობა ამისთვის. მადლობა ორივეს, მადლობა ხილულ და უხილავ გუნდს, თუმცა მე ჯერ არ ვასრულებ საუბარს, რამდენიმე წამში ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს და პრინციპში მე გავაგრძელებ ახლა იმით საუბარს, რაც ვფიქრობ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს. რა თქმა უნდა, ბევრი რამ მოხდა წელს, მიმდინარე სეზონი იყო გარკვეული სირთულეებით და წარმატებებით აღსავსე. თუმცა ჩვენ არც შეგვიძლია დამოკიდებულება. ჩვენ ყოველთვის ადამიანზე ვსაუბრობდით და ადამიანის ცხოვრებისთვის არის დამახასიათებელი. როგორც ბედნიერი, ასევე სევდით აღსავსე მომენტები, თუმცა იყო მომენტი, რომელმაც ისტორია შეცვალა. მომენტი, რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაზე იქონია გავლენა და ჩვენი გადაცემა არ იყო გამონაკლისი, თუნდაც იმის გამო, რომ ჩვენი გადაცემის ისტორია, თუნდაც ჩემი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, იკვეთებოდა ამ მოვლენაზე და იკვეთებოდა თუნდაც იმიტომ, რომ სწორედ ამ გადაცემაში მოიყარეს თავი პროფესიონალები, რომლებიც თანაზიარები იყვნენ ამ განსაკუთრებული ადამიანის სიცოცხლისა და ამ გადაცემაში ჩვენ ერთად შეკრებილმა კოლეგებმა ერთად ხმამაღლა პირველად თქვით საჯაროდ პატრიარქის ექიმები. ვიდრე გადაცემას დავასრულებ, გაგახსენებთ იმ სიტყვებს, რომლითაც ყოველ დილით თქვენს ოჯახში სტუმრად მოვდივარ მრავალი წლის მანძილზე. და ყოველთვის ასე ვიწყებ, ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე. დიახ, ეს სიტყვები არ არის შესავლისთვის ნათქვამი. ეს სიტყვები არ არის უბრალოდ გადაცემისთვის ნათქვამი. რადგან მართლაც ასეა, გულწრფელად ასეა. ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ. მე ყოველდღე ადამიანზე ვსაუბრობ, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. თუ გნებავთ სატელევიზიო სივრცეში ჩემი პროფესიის
ცოდნის და პროფესიული ცოდნა გამოცდილების გადმოტანით. ადამიანზე ვსაუბრობთ, იმ ადამიანზე, რომელიც ყველაზე დიდი ფასეულობაა და ყველაზე დიდი ღირებულება ნებისმიერ საზოგადოებაში. მიუხედავად მისი ასაკისა, სქესისა, ეთნიკური კუთვნილებისა, მიუხედავად ადამიანის რელიგიური მრწამსისა და პოლიტიკური შეხედულებისა, მიუხედავად ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსისა და რა თქმა უნდა, მიუხედავად ადამიანის დიაგნოზისა. ჩვენ საუბრობთ ადამიანზე, ჩვენ საუბრობთ ადამიანის სიცოცხლეზე და საუბრობთ ყოველდღიურ გამოცდებსა და გამოწვევებზე, რომელიც ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმისთვის, რომ ადამიანმა საკუთარ თავში იპოვოს ძალა, იმისთვის, რომ ადამიანმა მოახერხოს, გაიცნოს საკუთარი თავი და შემდეგ თვითრეალიზებულმა დაიმკვიდროს ადგილი საზოგადოებაში. ამიტომ ვამბობთ, როდესაც დაავადებებზე ვსაუბრობთ, არასოდეს მივიღოთ დიაგნოზი როგორც განაჩენი. რატომ ვსაუბრობთ დაავადებებზე? იმიტომ რომ შევშინდეთ და შევაშინოთ საზოგადოება? არა. ერთადერთი მიზნით. ჩვენ ვსაუბრობთ დაავადებებზე იმიტომ, რომ რაც შეიძლება მეტი ვიცოდეთ პრობლემების შესახებ. შევძლოთ მათი ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა და თუ მაინც ვერ ავიცილეთ ესა თუ ის დიაგნოზი თავიდან, არ დაგვავიწყდეს, რომ დიაგნოზი არ არის განაჩენი. არასდროს შევხვდეთ ექიმის მიერ დასმულ დიაგნოზს როგორც განაჩენს. ვისწავლოთ დაავადების შესახებ, რაც შეიძლება მეტი, რომ შევძლოთ მასთან თანაცხოვრება. ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ კვებაზე. ხშირად? რბილად ნათქვამია, ჩვენ სისტემატურად ვსაუბრობთ კვებაზე. ჩვენ ყოველდღე ვსაუბრობთ კვებაზე და აუცილებლად ვსაუბრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია კვებითი შუქნიშანი. სურათ ხატი, რომელიც უკვე 10 წლეულებია არის ჩვენი გადაცემის ნაწილი და მე იმედი მაქვს თქვენი ცნობიერების ნაწილიც კი გახდა. მაგრამ რატომ ვსაუბრობთ კვებაზე? იმიტომ რომ ის არის ერთადერთი ჩვენი მიზანი? არა. ჩვენი მთავარი სათქმელი არის ვჭამოთ იმისთვის, რომ ვიცხოვროთ და არ ვიცხოვროთ იმისთვის, რომ ვჭამოთ. და როდესაც კვებაზე ვსაუბრობთ, მე სულ ყოველთვის გახსენებთ ხოლმე. გასული საუკუნის 90-იან წლებში, კერძოდ 1991 წელს, ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა სტატია, რომელმაც შეცვალა კაცობრიობის ისტორია და დამოკიდებულება კვების მიმართ. მას შემდეგ, რაც აღმოვაჩინეთ, რომ თურმე ქოლესტეროლის მოწესრიგებას შეუძლია შეცვალოს ჩვენი ჯანმრთელობა. რაც უფრო ბევრ საუბრობდა კაცობრიობა ქოლესტეროლის შესახებ და რაც უფრო მეტად იკრებდა ძალას უქოლესტერინო კვების ისტერია, თვითონ ამ იდეის ავტორი, ამერიკელი კარდიოლოგი 딘 ორნიში სულ უფრო ჯიუტად იმეორებდა იმას, რომ ქოლესტეროლი არ არის ის საიდუმლო, რომელიც უნივერსალურად იცავს გულს, რომ არ არსებობს იმაზე ეფექტიანი წამალი სამყაროში, არც დიეტა, არც ფიზიკური აქტივობა და არც რომელიმე მედიკამენტი ისე არ ეხმარება ჩვენს გულს, როგორც ამას აკეთებს სიყვარული. ამიტომ, როგორც ყოველთვის, ყველა სეზონის ბოლოს, მე სწორედ მესამე მთავარ სათქმელს ამას გიტოვებთ ხოლმე. გვიყვარდეს იმისთვის, რომ გადავრჩეთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და სიყვარულს გისურვებთ. შეხვედრამდე სექტემბერში.